მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი. დამლოცეთ მამაო, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. მაყურებლისთვის ალბათ ცნობილია, რომ თქვენი პროფესია არის თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით და კითხულობთ ფსიქოლოგიის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ასევე გაქვთ ძალიან დიდი პრაქტიკა, მანამ სანამ მღვდელმსახური გახდებოდით, როგორც ნარკომომხმარებლებთან, ასე სხვა დამოკიდებულების მქონე ადამიანთან. და მე ვიცი ის შედეგები და ის თქვენი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, რითიც ძალიან ბევრჯერ და ძალიან კარგ შედეგამდე ხართ გასული. დღევანდელი და ბევრი წიგნის ავტორიც ამავე დროს. დღევანდელი საუბრის თემა არის ამპარტავნება, ხიბლი და ამპარტავნება. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ქრისტიანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად მორჩილებაშიც ამპარტავნება გვაქვს, აი კდემამოსილებაშიც ვკეკლუცობთ და ვამპარტავნებთ. რაღაცნაირად თითქოს აი ყველაფერს ისე ვაკეთებ, ხას უსვამ ჩემ თავმდაბლობას და ამით რაღაცნაირად ვამეტებ თავს ვიღაცას, ვინც სხვა წესით ცხოვრობს, ან ცხოვრების წესი მისი მე არ მომწონს და რაღაცა ეს ისე იმდენად რთულია და აი ამ შრეებში გარღვევა და რაღაცნაირად განთავისუფლება ალბათ ადამიანისთვის შეიძლება მთელი ცხოვრებაც არ იყოს, რომ ეს მოიშოროს, რასაც ქვია ამპარტავნება. მით უმეტეს ალბათ თუ ადამიანს რაღაც 1-2 წიგნი აქვს წაკითხული, კიდევ უფრო მეტი გონია თავი, თუ რაღაცა მარხვას ინახავს ხო საერთოდ და აი ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული თემაა. მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ სალაპარაკოდ არ არის ათვლი. მე როდესაც მოდიან ხოლმე ჩემთან აღსარებაზე, დაგმარისად ხშირად წერია ამპარტავნება. ერთი სიტყვა. და პრობლემები ეს ერთი სიტყვა საკმარისი არ არის. უჭირთ გაშიფრვა, რაში მჟღავნდება მათი ამპარტავნება. ჩამოყალიბება. იმ სათქმელის, რომელიც უნდა აღინიშნოს. ერთი ცხოვრებისეული შემთხვევა მახსენდება მე. მახსოვს სუფრაზე მოხვდი ქორწილში და რატომღაც უფრო მეტად დავიწყე დაგვირება გარშემოყოფთა ქცევის და გარკვეული ხნის შემდეგ დავინახე, რომ ყველა მოიდონა საკუთარი თავის წარმოჩენა. იმის ჩვენება, რაც იცოდა, ერთმა ლექსი თქვა, მეორემ სიმღერა დაიწყო, მესამემ ცეკვა. მეოთხე ჭერმეტყველობა შეუდგა და ესეთი ცხოვრებისეული სიტუაცია იყო და გარედან რომ შევხედე, მივხვდი როგორი დიდი სურვილი აქვს ადამიანს, რომ თავი წარმოაჩინოს და განსაკუთრებულად ასე ვთქვათ გამოჩნდეს საზოგადოებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ ჩვენ საკმარისად დიდი მოთხოვნილება გვაქვს, რომ ხაზი გავუშვათ ჩვენ ამა თუ იმ ძლიერ მხარეს ნიჭიერებას. მრავალი კუთხით შხამდება, მე ესე ვიტყოდი ამპარტავნება. ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება აღიარების, აპლოდისმენტების ნამდვილად. ერთ-ერთი მოთხოვნილება სხვაშორის ადამიანის ძირითადი, რომ ის უნდა აღიარონ. ოღონდ ეს ალბათ იწყება ბავშვობიდან და მშობლებიდან. შემდგომში ესეთი არაღიარებული ბავშვები საზოგადოებისგან ითხოვენ და ეს შიმშილი მუდამ მათ მიყვებათ. ოღონდ აღიარებაში კიდე რა იგულისხმება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ პატივისცემა პიროვნების და არა ვთქვათ, რომ შენ ხარ ყველაზე ლამაზი ამ ქვეყანაზე, ამ ყველაზე ჭკვიანი, რაც ზოგჯერ ისეთი უკიდურესობა, რომ ეს ადამიანი რომ გამოვა ხალხში და აღმოაჩენს, რომ არც ლამაზია და არც ჭკვიანი, მერე მას ენგრება ბევრი რამ. ანუ რაღაც ადეკვატურობა ალბათ მშობელს ჭირდება და მე მინდა რომ აი ხიბლის შესახებ ვისაუბროთ, რა არის ხიბლი და რა მდგომარეობაა ეს და საერთოდ როგორ შეიძლება აქედან ადამიანი ჯერ გააცნობიეროს ეს და მერე გამოვიდეს.
დიახ, ხიბლში თითქმის ყველანი ვარ ჩვენ. ეგნატე ბრანჩენო ამბობდა წმინდა მამა, რომ ყველაზე დიდი ხიბლია მაშინ, როდესაც თვლი რომ ხიბლში არ ახარო. ხიბლი რა მდგომარეობა, როდესაც გადამეტებით აფასებს შესაძლებლობებს და გონია რომ რაღაცას ასე ვთქვა წარმოადგენ თუ შეიძლება ასე ითქვას. შეგიძლია სხვა დამოწყრო, დაარიგო, ჭკუა ასავლო და ამ დროს განსაკუთრებით იჩენს თავს სურვილი რომ აი ეს შენი სიმარჯვე, ოსტატობა, სიბრძნე, გამოცდილება, განათლება, ნიჭიერება სხვასაც დაანახო. ზოგჯერ პირდაპირ არ ერუნდებიან სათქმელს და ხასაროსავენ, მაგრამ შეფარებით შეიძლება ეს გაკეთდეს ყოველ შემთხვევაში ეს სურვილი. წინარე ასე ვთქვათ, წამოწეული. ისევ როგორც ამ პარტავნებაზე ზოგადად აი ხიბლზე საკმარისად რთულია მე ესე ვიტყოდი საუბარი. არის ხიბლის სხვადასხვა ფორმა, ერთი არის ჩვეულებრივი, როდესაც რაც გითხარით, ზედმე წარმოდგენას იქნია საკუთარ თავზე. აი ვინც ეკლესიაში მივიდა. ვის არ წარმოუდგენია, რომ უკვე განსაკუთრებით ახალგაზრდებს ემართებათ ეს, რომ უკვე წაიკითხეს სასულიერო ლიტერატურა, მოისმინეს სხვისი ქადაგება. შეუძლიათ რომ სხვა ჭკუა დაარიგონ, ამხილონ. ესე ვიტყოდი, ვის არ უყელყელავია, თუნდაც სუფრაზე შეხვედრის დროს სხვადასხვა ციტატები მოუყანია წმინდა მამათა გამონათქვამებიდან. იქიდან რაც საკითხული აქვს. თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ აი ეს მომენტი წინ არის წამოწეული, როდესაც გინდა რომ მოახდინო შენი მეს დემონსტრაცია, მათ შორის სულიერი მეს. და თქვათ, იქ მართალია შეიძლება თვითონ არ დაარქვას, მაგრამ განიკითხავს სხვას შეცდომებზე საუბრობს სხვისას. მე როდესაც ერისკაცი ვიყავი, არ არის დასამალი რომ საკმარისად ბევრი რამ სასულიერო პირების ქმედებაში არ მომწონდა. რო გავხდი სასულიერო პირი, მე თვითონ დავიჭირე საკუთარი თავი იმაში, რაშიც სხვას ვაკრიტიკებდი. ეს განკითხვის კანონია, მაგრამ იმ მომენტში არა რაღაცნაირად ამ პარტაულად ვდგებოდი ამ ყველაფერს. როცა ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდი, მაშინ უკვე კრიტიკის მოთხოვნილება უკვე სხვადასხვა მიმართულებით დამეკარგა, მართალი რომ გითხრათ. არის ხიბლის ისეთი სახე, როდესაც განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც თქვათ აქვთ გამოცხადებები უკვე მიიჩნიან თავს განსაკუთრებულ რჩეულ ჭურდელად უფლის. არ მორჩელებიან მოძღვარს იქ წინას ანმატყობენ. ზოგჯერ სასაულებს ახდენენ და ასე შემდეგ და ნელ-ნელა იმდენად ეკეტებად გონება რომ თვლიან რომ ისინი არიან განსაკუთრებული ხალხი და განსაკუთრებული წყალობაა მათზე და დიდი მისია დააკისრათ უფალმა. ეს ხიბლის ესეთი მდგომარეობა მეტად საშიშია და ბევრი ვერ ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას. ზოგიერთი ამ ჭკუიდან იშლება, ან კიდე რაღაც ძალიან მძიმე განსასწრელი იშვება მათთან, რომ რაღაცნაირად გამოფხიზნდნენ უფლის მხრიდან. აი ხა რომ საუბრობ, ცოტა მაინც წარმოიდგინეთ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი თემაა, ნაცნობი მაინც გრძნობ რომ მიჭირს საუბარი. არა, მესმის, იმიტომ რომ მართლაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ალბათ ყოველი დღე არის ამით გაჯერებული, განზავებული მრავალგვარი აზრებით, ფიქრებით, თავის გამოჩენის სურვილით თუ სხვადასხვა, მაგრამ მე როგორც აი რიგით ქრისტიანს მაინც მგონია, რომ დაუმორჩილებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, რაც ადამიანს ახასიათებს განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ის ექსტრემი უყვარს, არ უნდა რომ
ჩარჩოში მოექცეს თითქოს აი დიდ აზვირთებულ ტალღებში შედის და იქ უნდა რომ და თუ გადარჩა ხო ისწავლა ჭკუა ალბათ და თუ ვერ გადარჩა აი ეს დაუმორჩილებლობა რომელსაც შეიძლება ადამიანი ეკლესიის წიაღში იყოს უკვე ათეულობით წლები და მაინც ეს ვერ ქონდეს ნასწავლი. აი ეს რა არის? ეს მორჩილება რამდენად კავშირშია აი ამ პარტავნებასთან და აი ამ ხიბლის მდგომარეობასთან, რომ აი მე ვიცი როგორ გავაკეთო. დიახ, აი ესეც არის დაუმორჩილებლობა. მე ესე ვიტყოდი და საერთოდ სასულიერო პირებს ალბათ ერთ-ერთი ისი გადატანაც გვიჭირს არის მრევლის დაუმორჩილებლობა მაშინ. ერისკაცი ვიყავი მახსოვს ერთ-ერთ სასულიერო პირს ვკითხე, რომ ყველაზე მეტად ისი ასე ვთქვათ გადატანა გიჭირთ მეთქი მრევლთან ურთიერთობის კუთხიდან მითხრა დაუმორჩილებლობისო. როდესაც მეუბნებიო და არ მემორჩილებიან და ხშირად ერთი ეგივეს გამეორება რამდენჯერმე მიწევსო. ის სასულიერო პირისგან კი არა მე აი პატრიარქისგანაც კი გამიგონია რომ დიდი ხნის წინათ იყო ეს რომ აი ველაპარაკებიო ვეუბნებიო და ხშირად ერთ ყურში უშვებენ და მეორედან გამოუშვებენ. ასე რომ უწმინდესიც კი ასე ვთქვათ განიცდიდა აი ამ ხო, მაინც თავისას აკეთებს და თავისას ფიქრობს და ამბობს რომ უფრო მეტიც დაიმოწმებს კიდევაც მოძღვარი მაკურთხა, უწმინდესმა მაკურთხა იმ თემაზე, რომელზეც კურთხევა კი არ მიუღია, უბრალოდ მოისმინა მოძღვარმა და ვთქვათ შეიძლება უთხრა რომ დაფიქრდი ან რაღაც ესეთი ხო და მაინც ამბობს რომ არა ეს რაღაცა საოცარი დაცვითი მექანიზმია ადამიანის მხრიდან რომ როგორღაც თავი დაიცვას, მაგრამ აი ეს ზოგადად ხო ამბობენ რომ ამ პარტავნება ყველა ცოდვების დედაა. აი რა იგულისხმება ამაში? რა ჯაჭვი მოყვება მას მერე? რა ხდება ამ დროს, როდესაც ადამიანს საერთოდ ამ პარტავნება თვითშეფასებაზეც გადის, ხო? დაბალი თვითშეფასების ადამიანს და მაღალი თვითშეფასების, ანუ არაადეკვატური თვითშეფასება ვისაც აქვს, მას ჭირს ეს ამ პარტავნების უფრო მეტად, თუმცა არავინ ამისგან დაცლილი არ ვართ, ბუნებრივია. რატომ იგულისხმება რომ ყველა ცოდვის დედაა და აქედან მოდის მერე ყველაფერი? დიახ, იგულისხმება იქიდან რომ დავიწყოთ როგორ შემოვიდა ცოდვა, შემოვიდა ეშმაკი ერთ-ერთი თავარი ანგელოზი უფლის წიაღში მან მოინდომა გატოლება ღმერთს და მის გავსატყობნად ასე ვთქვათ მოინდომა ყოფნა. ასე რომ აი ამ პარტავნობის საფუძველზე იქნა შემდგომ გადმოგდებული ასე ვთქვათ ზეციდან. საერთოდ ქრისტიანობის არსი რა არის, რომ რაც უფრო სიღრმეში შედიხარ, მე ესე ვიტყოდი. იქ უფრო და უფრო ხვდები რამდენად ცოდვილი ხარ და რამდენად ბევრი ნაკლოვანებაა შენში გამოსასწორებელი. შენ ხარ უძლური, შიშარა, გონება შეზღუდული, უამრავი თვისებებით უარყოფითი შემკული ადამიანი, მე ესე ვიტყოდი. როდესაც ეკლესიური ცხოვრების უფრო მაღალ ეტაპს მიაღწევა რა, აი თითქოს რენტგენივით აშუქებო საკუთარ თავს. ამიტომაც მოთქვამდნენ წმინდა მამები, უკანასკნელი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფსიქოლოგები ისინი იყვნენ და საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად ძალიან კარგად შეიმეცნებდნენ ადამიანურ ბუნებას. მახსოვს აი მამა გაბრიელს ჰქონდა ჩვევად. ჩაჯდებოდა ხოლმე ნაგავში. პატარა იყო და ყვიროდა რომ გაბრიელ არ დაგავიწყდეს რა ნაგავიხარო. აი ესე იმდაბლებდა საკუთარ თავს. და ამ პარტავნება რა არის? სულ საწინააღმდეგო მიმართულებით წასვლა. აი როდესაც
რაღაცნაირად ცოცხალი ურთიერთობა გაქვს უფალთან და ალბათ ყველა შეიგრძნობს ამას რა. განსაკუთრებით იგრძნობა როგორ არ მოსწონს უფალს ესეთი ყელყელა პატივმოყვარე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები და ჩვენც როგორ არ მოგწონს ისეთ ეხლა საზოგადოებაში ვერაცდები არა ეგეთ ხალხს რომლებიც თავისი ასეთი კატეგორიულობით ზვიადობით გამოირჩევიან შეიძლება ეხლა ქრისტიანულად იძახდნენ რომ მე ვინ ვარ ერთი ცოდვილი ნაკლოვანი არსება მაგრამ მის ქცევაში საუბარში იმხელა თავდაჯერებლობა და აპარტამენტება ვლინდებოდეს რომ ძალიან უსიამოვნო შესახედავი იყოს რომ გავიხსენოთ არა არიან ჩვენ გარშემო ესეთი ადამიანები და მაშინ როდესაც ჩვენ ვართ მიწისგან შექმნილი და მიწისგან რატო შექმნა ღმერთმა ადამი ნიშნავს სახელი წითელ მიწას და აქ ის აზრიც იყო ჩავდებული რომ არ დაგვევიწყა რომ მიწისგან ვართ შექმნილი და არ გამომპარტარებული ხართ ასე რომ თუ ჭკუა გონება გაქვს არა უფალი სულ მიგითითებს რომ ჩემს გარეშე შენ არაფერი არ ახ მამა ალექსი სოლოვიევი წერდა მახსოვს რომ აი როდესაც პატიმოყრული აზრი მოგივაო შენ შესახებო გაიხსენეო შენი ცხოვრებაო და თქვიო შენი შეცდომებიო შენი წოდებებიო ეს ვინ გააკეთა და ეს პატიმოყრული აზრიც გაგიქრებაო პირადად მე დამართნია რომ ხილავად გეპარება ეს ზოგჯერ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და იმ მომენტში უფალს არაერთხელ გაუხსენებია ჩემთვის ეს ასე ვთქვათ ცხოვრებისეული შეცდომები და რაც დრო გადის და სიღრმეში შევდივარ ეკლესიური ცხოვრების ეს თავისთავად ხდება ხოლმე იცით აი რო ვთქვათ მაქებენ ხოლმე ამ ზოგჯერ ხა სასულიერო პირი მოხდება სუფრაზე რა სადღეგრძელოს ამბობენ მისისას იმიტომ რომ უნდათ რომ პატივისცეთ არა აი ბუნებრივად მახსენდება ხოლმე ჩემი დაშვებული შეცდომები და ადრე რო შეიძლება უფრო მსიამოვნებდა რაღაცნაირად ეხა პირიქით მის ვთხოვ რომ თავი დამანებეთ ასე რომ რაღაცნაირად რო შევაჯამო ჩვენი მიზანი ცხოვრებისეული რა არის რომ დავიმდაბლოთ საკუთარი თავი მივხვდეთ რომ უამრავი ნაკლოვანება ცოდვის მიერ მხარე გაგვაჩნია და ამის საწინააღმდეგოდ წასვლა არის დინების საწინააღმდეგოდ წასვლა ნამდვილად ამპარტავნების ერთ-ერთი შემადგენელი არის ნამდვილად განკითხვა სხვისი და კრიტიკა გაუთავებელი თითქოს მე ვიცი როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას და მან ეს არ იცის და არათუ განკითხვა ნუ ჩვენს საზოგადოებაში ლანძღვა გინება და უკიდურესი შეურაცხყოფა და მეც აი ხშირად მიფიქრია რომ თუ კი ვინმე განვიკითხე მე ღმერთმა ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდო რომ ან მსგავს არჩევანის წინაშე დავდექი ან უარესის და აი მაშინ ხვდები რომ არაფრით უკეთესი არ ხარ იმ ადამიანზე ვისაც განიკითხავდი და შესაძლებელია კონტექსტიც არ იცი რატოა ის ესეთი რატო იქცევა ესე რა გაჭირვებიდან მოდის რა პრობლემები აქვს და თითქოს არც გაინტერესებს აი რაღაცნაირად ძალიან დაუნდობელი ადამიანი სხვის მიმართ და ხშირ შემთხვევაში ზუსტად იმიტომ რომ საკუთარზე არ უნდა საუბარი ბაირონს აქვნა თქვამი და თვალებს ხუჭავ იმისთვის რომ თვალთახედვად მიუმართო შიგნითო აი ეს პროცესი რომ დახუჭო თვალები და შიგნით ჩაიხედო ალბათ იმხელა იმდენად რთულია და იმდენი საქმე გვაქვს ადამიანებს შიგნით რომ გარეთ ნამდვილად არ დაგვრჩებოდათ რომ სხვაზე გვესაუბრა ეს განკითხვა არის ალბათ ის რაც ყველაზე მეტად გვანგრევს ადამიანებს და ალბათ ამპარტავნების განმოდის ბუნებრივია დიახ გეთანხმებით უნდა ითქვას ის რომ ეს თემაც ამოწიეთ თქვენ რომ ერთ-ერთი მეუდაბნოე მამა წერს ათონელი რომ ეხა ბოროტი ძალაო ისი აწყობს რომ ადამიანმა ყურადღება საკუთარი თავის გარეთ მიმართოს
და არ დაკარგებსო შინაგანი დაკავდეს შინაგანი სამყაროთიო. ეს ტელევიზია, ინტერნეტი, პოლიტიკული ამბები, ყველაფერი რაც ხდება მსოფლიოში იზიდავს ადამიანის ყურადღებას. ძველი რომაელები ამბობდნენ რა სანახაობა და პული. და საინტერესო რა არის იცით რომ დარჩება თუ არა ადამიანი საკუთარ თავთან მარტო ხშირად გაურბის მას წინდება. აი შემოჩნია თანამედროვე თაობის ერთ-ერთი თვისება. ეთქოთ სუფრაზე არ მოიწყენენ, ამოიღებენ მაშინვე მობილურს და იწყებენ თამაში. ან შეძლებიან ინტერნეტში და რაღაცებს კითხულობენ. ასე რომ ადამიანს აქვს მისწრაფება რომ გაექცეს საკუთარ თავს. წინდება საკუთარ თავთან დარჩენა, არა და ყველაფერი ამაზე დადის. მით უმეტეს დღევანდელ ასე ვთქვათ, კაცს. და რაც შეეხება განკითხვას სწორად ბრძანეთ თქვენ რომ როცა განიკითხავ ხშირად აი იმ პირობებს ვერაცნობიერებ რის გამოც გახდა ადამიანი ესეთი ახსოვს ესეთი ვლადიმერ პესტოვია ძალიან გამორჩეული ღვთისმეტყველი და ის წერს რომ ესეთი შემთხვევა მოყავს რომ ტყუპები დააშორეს ერთმანეთს და ერთი მოხდაო წესერო ოჯახშიო და ის გაიზარდა თამოყალიბდა ეკლესიის წევრად აღსარებელი მაზიარებელი ყველასთვის სათნო ადამიანი და მეორე მოხდაო ისეთ ოჯახშიო სადაც გარყვნილებას ჰქონდაო ადგილიო აღვერახსნილობას დებოს ჩხუბს და ასე შემდეგ და ის შესაბამის ასე ვთქვათ გარემო შესაბამისად გაიზარდა ბევრისთვის მიუღებელ ადამიანად და ჩვენთვისო წინ იქნება წამოწეულიო ადამიანის სახე მაგრამ იმაზე კი არ ვიმსჯელებთ ვის რა პირობებში მოუწიაო ცხოვრება აი ხშირად ადამიანი ესე პრიმიტიულად მსჯელობს წინ არის წამოწეული ესა თუ ის ნაკლოვანება მაგრამ იმას რა უსწრებდა წინ ამაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ ხოლმე. არა და ანალოგიურ მდგომარეობაში რო ყოფილიყავი. შეიძლება უარესი გაეკეთებინა. ნამდვილად და მადლობა ღმერთს ამისთვის. ალბათ ზოგჯერ ხშირად უნდა ვთქვათ მადლობა ზუსტად მაგისთვის რომ ვინც ის რამდენ რამეს ვართ გადარჩენილები და ჩვენი დამსახურება გონია რომ აი მე არ ვაკეთებ ამას და მე ჩემი არჩევანია და სინამდვილეში არ მომეცა ეგ არჩევანი. და არ მომეცა ეს განსაცდელი. თუმცა მამა ხშირად მიფიქრე ეცეთ აი ის რომ ჩვენ ვწოდავთ და ის რომ წავიქცევით და ზოგჯერ ტალახში აღმოჩნდებით ეს ძალიან სასარგებლოც არის იმიტომ რომ აი ზუსტად მაგიტომ რომ გვირგვინი არ დავიდგა ეხლავე თავზე და არ ვიფიქრო რომ აი სადაცაა ახლა ვცხონდი უკვე. აი ის რომ ტალახში ვარ კი უნდა ავდგე გავიფერთხო და გავაგრძელო გზა მაგრამ ეს მე ძალიან მამიწებს და მახსენებს ზუსტად რომ მიწისგან ვარ და ამიტომ ეს განსაცდელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანმა მიიღოს და ალბათ ბევრი რამისთვის არის ის სასარგებლო აი სწორედ გამოფხიზლებისთვის ალბათ იმიტომ რომ ის რომ როდესაც აი გაშლს უფრასთან ტაშფანდურში მხიარულებაში ადამიანი საერთოდ ვერ აცნობიერებს თავის თავს კი არა საერთოდ ის არის გასულია ორბიტიდან შეიძლება ითქვას და აი გაჭირვებაში ზოგჯერ ავადმყოფობაში ზოგჯერ რაღაცა ესეთ კრიზისულ მდგომარეობაში მისთვის არის შანსი რომ აღმოაჩინოს ბევრი რამე და გაიზარდოს ალბათ და გეთანხმებით საერთოდ განსაცდელია ეს სიტყვა, რაზე მეუთითებს. ეს არის საცდელი ჩვენი. ჩვენი ცხოვრება ეს არის გამოცდა და განსაცდელების თელი წყება. ახლა ადამიანურად ხშირად სულ არ გვსიამოვნებს და ჩვენი ნება რო იყოს სხვაგვარად წარმართავდით ადამიანურ ცხოვრებას, მაგრამ ეს უფლისნებით არის განპირობებული, მე ესე ვიწყოდი და აი საცდელი ძალიან ბევრ რაღაცას მიუთითებს. აი პირადად მე
ჩემი ცხოვრებიდან გავიხსენებ ახლა ზოგჯერ მომჩვენებია რომ უფრო მეტად ჩვიდი გავხდი მოსულა განსასწრებიდან გამოსულა რწყობიდან და მიმხდაროა რომ ძალიან გადამეტებული იყო ჩემი ასე ვთქვათ ეს შეფასება საცდელი განსასწრელი აი ამ ნიშნობითაც არის ქრისტიანულ ცხოვრებაში რომ გვცდის და ისე თვისებებს აშკარავებს რომელიც ჩვენთვის დაფარულია აქ საინტერესო მომენტია იცით აი თითქოს 30-40 წელი იცხოვრო ამ ცოდულ დედამიწაზე და არ იცნობდე საკუთარ თავს წარმოუდგენელი ყველაზე მეტ დროს შენ თავთან ატარებ მაგრამ აი ქრისტიანულ ცხოვრებაში სულ სხვა კუთხით ხედავ ხოლმე შენ თავს და აი ამაში ძალიან ხშირად განსასწრებელი გეხმარება სხვადასხვაგვარად იცდები მე ესე ვიტყოდი ასე რომ ეს არის აუცილებელი ატრიბუტი იმისთვის რომ ჩვენ გავძლიერდეთ საკუთარი თავი მეტად შევიმოცნოთ და გამოვიცრთოთ ამ თუ იმ ბრძოლაში და აი ჩვენ დასაწყისში თქვენ ახსენეთ ხიბლის მდგომარეობა რომელიც იწვევს მართლაც ფსიქიკურ აშლილობას ხიბლი და ხიბლის მდგომარეობასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის ზოგჯერ პირდაპირ ხიდი იდება და რო ვთქვათ ადამიანს მართლაც რომ მით განსაკუთრებით არსებობს ახლა რელიგიური შინ ფსიქოზები როდესაც ხდება ფსიქოზი ზოგადად ხო არის ხლეჩვა სფლითი ადამიანის კავშირის დაკარგვას გარესამყაროსთან ადაპტაციის უნარის მოშლა და აი ადამიანები ამ დროს ვთქვათ აი როდესაც მათ უნდათ რომ წარმოიდგინონ ღმერთი როგორია სად არის და მე წმინდა მამებთან მაქვს ხოლმე წაკითხული ესეთი ვთქვათ ზოგს ხან ა ブラ ამი გონია თავი ზოგს წინასწარმეტყველი ზოგს რა და ეს უკვე არის ის გამომდინარე იქიდან ალბათ რომ ისე თulis რომ ისე სწორად და კარგად იცხოვრა რომ პირდაპირ სხვა გზა მას აღარ დარჩა და აი ადამიანი შეიძლება აქამდე მივიდეს დიახ აი ესეთი ამპარტანული ხაზი ხშირად შეინიშნება მე მახსოვს ერთ-ერთი ქალიშვილის შემთხვევა მაშინ სასულიერო აკადემიის ფსიქიატრია ეკითხებოდა ერთი წელი საგანიდან ვინც კითხულობდა სტუდენტებიდან მეც ფსიქოლოგიას მაშინ ვკითხულობდი წაგვიყვანა ფსიქიატრიულში ასე ვთქვათ ერთ-ერთ განყოფილებაში და ერთი რუსთაველი გოგოსის მახსოვს შემთხვევა დაიწყო რელიგიური ცხოვრება და სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდა და აი როდესაც კითხულობდა წმინდა წერილს თან განმარტავდა წარმოიდგინეთ თქვენ შიფრავდა ასე ვთქვათ ტექსტს და ეს ხმა რაღაცებს კარნახობდა ანუ წარმოუდგენელი ჰქონდა რომ უკვე ისეთი მოღვაწეა რომ შეუძლია ჩასდეს წმინდა წერილის ტექსტს მე მახსოვს აი ამ ხმა მოთხარა რომ ეხა მიდიო პანჯერასთან და გადახდიო და მადლობა უფალს რომ ეს არ გააკეთა მაგრამ ესეთი რაღაცნაირი სათნო გოგო იყო მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ როგორი ამპარტანული ხაზი იყო ბოროტის მხრიდან რომ ჩაეგონებინა მისთვის რომ უკვე ძალიან ბევრი რაღაც საიდუმლოების ამოცნობა მას შეუძლია აი ეს ხაზი ხშირად შეიმჩნევა ამპარტანული ფსიქიკური აშლილობების დროს ბოროტი ძალა ხო ყველაზე დიდი ფსიქოლოგია ხმა ყველაზე კარგად იცის ადამიანის სისუსტეები და ალბათ იმ როგორც ბრძოლის დროს ფარი სადაც არ არის იქ ურტყამს მოწინააღმდეგე ხო დაუცველ ადგილს ალბათ ეს დაუცველი ადგილი ის ხომ არ არის რასაც ახსარებაში ვერ ამბობს ადამიანი ან არ ამბობს დაფარული რომ ვთქვათ ეს არის მისი სისუსტე რომელიც აუცილებლად შემდგომში წინ დახვდება ან დაავადების სახით ან რაიმე პრობლემის სახით დიახ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მე ესე ვიტყოდი პირადად მე სულ იმის შეგრძნება რომ ეხლა მოვიდა თვისობრივად სხვანაირი ახსარებების დრო ფსიქოლოგიური მეტი სულიერი ანალიზი არის საჭირო და აი მრევლს პირადად მე ვეუბნები რომ არსებითი გამოყავი აი ესე უყენებს საკითხს რომ მოდი წარმოიდგინე გიყურებს ღმერთი რა არის სამი ყველაზე არსებითი თვისება თავის გამოვლინებებით რომელიც ჩემი აზრით
მეტად არ მოსწონს შენში ღმერთს. სამწრატო რეუნები იქ შეიძლება 10-ია და 20-ია, მაგრამ აი აღსარებების დროს არც თუ იშვიათად არის შეგრძნება, რომ არსებითზე არ ამახვილებენ ყურადღებას და მინდა რომ არსებითი გამოყო თავისი გამოვლენებებით. და როგორც სხვა სფეროში ჩვენთანაც ფეხმოკიდებულია ესეთი პრიმიტიული მიდგომა აი ამ კუთხით, მე ესე ვიტყოდი. და როდესაც აღსარებაში არ ამბობ და ვერ აცნობიერებ შენ სისუსტეებს, რაც გამოსასწორებელია, აი ბოროტი ძალა სწორედ აი ამ მიმართულებით მე ესე ვიტყოდი გირტყავს. ზოგჯერ მცხვენიათ მამაო და ესეც ალბათ ამ პარტავნების გამო. მე მცხვენია რომ თქვენ ჩემზე ცუდი არ იფიქროთ და ამ დროს რო შორს წავიდე უფალი ხედავს ყველაფერს და თითქოს ღმერთის არ მცხვენია და გამოდის რომ თქვენი პიროვნების მცხვენია რომელიც არის შუამავალი და რომელიც არის ხიდი ჩემსა და უფალს შორის, ხო? და რაღაცა ლოგიკას მოკლებულია თითქოს, რაღაცა აშკარად არაადეკვატურია, თუმცა სირცხვილი თავისთავად პოზიტიურია, რომ მრცხვენია ის კარგია, მაგრამ აი ეს სირცხვილი იმის გამო, რომ მე სახელი არ ჩამომეშალოს და არ იფიქროთ, რომ აი თურმე ეს ვინყოფილა მე საკუთარ თავს დარტყმის ქვეშ ვაყენებ. გეთანხმებით კი, რა თქმა უნდა, ბრძოლა. ეს ბრძოლა შეიძლება ჩვენც მოგვივიდეს და ეხლა მართალი რომ გითხრათ, გულახდილად რომ ვისაუბრო, მიმაჩნია რომ აქ სასულიერო პირმაც ნაბიჯები უნდა გადადგას. ისაც გამოცდილება აქვს, არა ის ეხმარება ადამიანს გახსნის კუთხით. მართალი ვგითხრათ. რა იგულისხმება ამაში, რომ შეიძლება აი ამ ბრძოლის არსი აუხსნას კაცს. შეიძლება თვითონ არ დაილაპარაკოს, მაგრამ შენ აუხსნა, რომ აი, როდესაც მოდიან აღსარების დროს, ერთ-ერთი ბრძოლის სახე ესეც არის, რომ ერიდებად გახსნა, რომ მოძღვარმა სხვა თვალით არ შეხედონ. მე პირადად ესე ვუნები ხოლმე და ეს მართლაც ესეა, რომ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ადამიანი, როდესაც იხსნება და აი შეულამაზებმა საკუთარ თავს წარმოადგენს. თან იმასაც ვუნები, რა უამრავი ცოდვა მაქვს მოსმენილი, რაც უნდა მითხრა, ეს ჩემთვის არის ჩვეულებრივი რამ. უამრავჯერმა ეს მოსმენილი და მეც არა ვარ ციდან ასე ვთქვათ ჩამოფრენილი. ასე რომ ერთია ეს ბრძოლა და მეორეა ალბათ ჩვენ კიდე მოძღვრებმა უნდა გამოვყოთ აი ის ასე ვთქვათ პრობლემები, რომელიც თავს იჩენს მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერთობის დროს და გარკვეული კუთხით უნდა გაუცნობიეროთ ეს. შეიძლება არც თქვა ამის შესახებ, მაგრამ წინასწარ რაღაცნაირად მოამზადო. და გულახდილად რომ გითხრათ, ესეც პრობლემაა, რომ როდესაც სასულიერო პირი ზედმეტად გოროზია, როდესაც გარკვეული კუთხით უხეშობს, როდესაც ისეთ ადამიანურ მიდგომას არ იჩენს, რაც საჭიროა. აი ამ შემთხვევაში უკვე მრევლიც ბრკოლდება და ის რაც არის ჩვენში ჩადებული, შეიძლება ძალიან ძალუმად იფეთქოს. პირადად მე მქონია, გულახდილად რო თქო, როცა ერის კაცი ვიყავი, შემთხვევები, როდესაც ვიღაცასთან არ მისულარ და რომ მისულიყავ, უბრალოდ ვერ გავიხსნებოდი. ვარჩევდი ისეთ მოძღვრებს, რომელიც უფრო ადამიანური მიდგომით, ასე ვთქვათ, გამოირჩეოდნენ და იმასთან ვიხსნებოდა. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მithkoms, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მithkoms და მეორე მესამე აღსარების დროს უკვე მithkoms. ასე რომ მე ესე ვიტყოდი, რომ მოძღვარსა და სასულიერო პირს შორის ურთიერთობა ეს არის ხელოვნება. ესე უცებ არ ხდება ყველაფერი და ხანდახან მოძღვრის მხრიდანაც მოთმინებაა საჭირო. იმიტომ რომ მოდის პირველ აღსარებაზე იმდენად არ არის გახსნილი და მეორე, მესამე, მეოთხე შემთხვევაში უკვე ნელ-ნელა იხსნება და წარმოაჩენს საკუთარ თავს. ალბათ ფსიქოლოგთან ურთიერთობაც ასეა, აი იჭერ ხოლმე ხანდახან ის მომენტს, რომ რაღაცნაირად გიშინაურდება და უკვე მესამე, მეოთხე, მეხუთე შეხვედრაზე უკვე იხსნება და იმას ლაპარაკობს, რაც ვერ მოახერხა პირველ შეხვედრაზე.
იცით, აი თქვენ ძალიან კარგად თქვით, ფსიქოლოგიაშიც ესეა, მთავარი არის ცენტრალური ფიგურის წარმოჩენა, იმიტომ რომ დანარჩენი ხშირად ფონია. ადამიანი იმ ფონს მიედმოედება და იმ ფიგურას არ განიხილავს, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი. თითქოს აიგნორებს, თითქოს გაურბის, ათასნაირი კომპლექსი უჩნდება, ანუ ფარავს სხვადასხვა შინაარსებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, სადაც მიდის, რომ შეძლოს საკუთარ თავზე ლაპარაკი. თუმცა იცით, ხშირად მიფიქრია, რომ აი რაღაცა ზოგჯერ არის, რომ იტყვიან, რომ ამ მოძღვართან არ მივალ, ან იმასთან არ მივალ და მე სულ ვფიქრობ, რომ ის რომ აი მე და ალბათ ჩემნაირის ახსარება თქვას, ნებისმიერ მოძღვარს შეუძლია ის პრობლემები, რაცაც ახსარებაში ვლაპარაკობ ჩვენ. ალბათ ესეც რაღაცა ამპარტავნებაა ჩემ მხრიდან, რომ აი ვთქვათ ვიღაცას ვიწუნ, არავინ ალბათ არ არის დასაწუნი ჩვენი, უბრალოდ მართლაც ხდება ესე, რომ რაღაცნაირად გული მიგიწევს ვიღაცისკენ მეტად და ვიღაცისკენ ნაკლებად, თუმცა ალბათ წარმოვიდგინოთ ბრძოლის ველი ან სიკვდილის წინ ხო სანატრელია და ჩვენ ხო ვლოცულობთ, რომ უზიარებლები არ გავიდეთ ამ ქვეყნიდან და იქ ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეგ არის ადამიანისთვის, რომ შეძლოს სწორად გავიდეს ამ ქვეყნიდან, სწორად იცხოვროს ერთია და კიდე აი რაღაცნაირად ეს გმობაში არ ჩავარდეს ან რაღაც ესეთი და ერთი პლასტია კიდე მამაო, რაც მე რატომღაც ამპარტავნებასთან ხიდს ვდებ, ამა ეს არის სიზმრებზე აყოლა, აი ზოგი ადამიანი არის, რომელიც რა სიზმარსაც ნახულობს, მე ის არის მისთვის პირდაპირ გზამკვლევი ცხოვრებაში. იმიტომ რომ გონია, რომ თვითონ აბა სხვანაირი სიზმარი როგორ დაესიზმრებოდა. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი სახეა ამპარტავნობის გამოვლენის სიზმარი. საერთოდ ეკლესიური მიდგომა როგორია სიზმრთან დაკავშირებით, რომ ის არც უარყოფს მის შინაარს და არც ღებულობს. ზოგჯერ ამლა შემეხომე იცით და საერთოდ უარყოფენ სიზმრის შინაარს, ესე არ არის. თერიქ შემთხვევებში სიზმარი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიგვითითებს. აი იგივე რომ ავიღოთ ჩვენ ბიბლიიდან იოსების სიზმრები. და მახსოვს აი რუსეთის პატრიარქი ადრე გამოვიდა სატელევიზიო გადაცემაში, პატრიარქი არ იყო და ისეთი რაღაცა თქვა, რომ ამას ხშირად ვამბობ ხოლმე მე, რომ აი ზოგჯერ კი არა ხშირად უფალი რას უშვებს, რომ აი მიცვალებულებიო ადამიანთან მოვიდნენ სიზმრების მეშვეობითო და სიზმარში აუწყონო ეს ნება. იმიტომ რომ ცხადად რო გამოეცხადონო, არა შეეშინდებათო და ძალიან დიდი სტრესის მომტანი იქნება ეს ყველაფერია. და მას თუ იშვიათად გამიგია, როდესაც თქვათ ძალიან ახლობელი გვდება და გაუსაძლეს მდგომარეობაში არიან, სიზმარი ყოფილა ნუგეში. მე ესე ვიტყოდი. სამყაროში რამდენი ადამიანია მილიარდობით, ხო და აი ღამის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რამდენი სიზმარი ინახება. მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა არის არაფრის თქმელი, ეს არის გამოხატულება ჩვენი ყოფითი საზრუნავის წმინდა სიმონს ღვთისმეტყველი ამბობს, რომ რაზეცო ფიქრობსო, ოცნებობსო ადამიანიო ცხოვრებაშიო, იმას ხედავსო ხშირად სიზმარში. მაგრამ არის განსაკუთრებული სიზმრები, პირდაპირ უნდა ითქვას ის. და მათი უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ ეკლესიური კუთხით განსაკუთრებით საშიშად ითვლება სიზმრის ახსნის განწყობის ჩამოყალიბება. მე მახსენდება ერთ-ერთი მოღვაწის შემთხვევა, უდაბნოში მოღვაწეობდა და ბოროტმა ვერაფერი ვერ დააკლო, არა, სიზმრების საშუალებით დაუწყო ბრძოლა. ჯერ დაასიზმრა, რომ ვიღაც უნდა მოსულიყო მასთან და მართლაც მოვიდა მეორე დღეს. ვინც ეს სიზმრა მეორედ დაკარგული ნივთი აპოვნინა, წარმოიდგინეთ, ხო და ეს განწყობა შეექმნა სიზმრების ახსნის და მერე დაასიზმრა, რომ მართლმადიდებლები ჯოჯოხეთში იტანჯებიან, გაიხადა კაბა და სხვა სარწმუნოების გახდა. მაგრამ არის სიზმრები, აი მაგალითად მე მახსოვს,
მამა ჩემი შემთხვევა ყვებოდა 60-იან წლებში მოხდა დისერტაცია დაწერა და ის შენობა, სადაც იყო ეს დისერტაცია, დაიწვა. ეხლა სხვა ვითარება იყო, ეხლა შეიყვან კომპიუტერში ტექსტი და რამდენი როცა გინდა ამოგიბეჭდავს და მაშინ ეს დაბეჭდილი დისერტაციის დაწვა ნიშნავდა, რომ განადგურებული იყო მისი წლების შრომა. და სიზმარში ნახა, რომ შენი დისერტაციაო აი შეხული იმ ოთახშია და რომელიღაც მაგიდის უჯრაში არის და მართლა შევიდა და ასე ვთქვათ ნახა იქ მისთვის ეს იყო წარმოიდგინე თქვენ ხო და ასე რომ არის ეგეთი სიზმრები თავარი აქ არის რომ არ შეიქმნა სიზმრის ახსნის განწყობა და სადა დამოკიდებულება კონდეს თორე საერთოდ რომ ხაზი გადაუსვა სიზმრის ფენომენს ეს არის მეორე უკიდურესობა მაგრამ სულად გეთანხმებით რომ თერიქ შემთხვევებში ეს არის ამპარტავნების გამოხატულება რომ აი მე უფალმა ესეთი სიზმრების უნარი მომატა და მამა ალბათ უსასრულოდ შეიძლება ამ თემაზე საუბარი მაგრამ რაღაც რეკომენდაციები აი როგორ ერთი აღმოვაჩინოთ ჩვენში ამპარტავნება და მეორე როგორ აღმოვაჩინოთ ამპარტავნება ერთის ხო და მეორე რა როგორ ვიცხოვროთ როგორ ვებრძოლოთ ამას ან ვებრძოლოთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმიტომ რომ გორჩანს ეს ადამიანისთვის რაღაცნაირად თანამგზავრია თითქოს მოყვა თქვენ ახსენეთ 64-დან იწყება ხო მართლაც ამპარტავნებამ ანგელოზიაში მაკათაქცია პირველი ადამიანები 64 დააკარგინა მერე მკვლელობა მოხდა და წამოვიდა კასკადირება ხო ცოდვის და რაღაცნაირად ხო თითქოს ყველა ჩვენთაგანშია ეს ჩადებული ჩვენ ხო რაღაცით უნიკალურები ვართ ყველა ადამიანი არის ერთადერთი და განუმეორებელი და ამის განცდა არ ნიშნავს რომ ეს ერთადერთი და განუმეორებელი რომ ვინმეზე მეტია ან ვინმეზე ნაკლებია ან რაღაცა ვთქვათ სადმე პედესტალზე უნდა იყოს და აი როგორ უნდა აი ეკლესიის წიაღში ალბათ არის ამის რეცეპტები ყველაზე მეტად იმიტომ რომ სხვაგან მე ამას ვერ ვხედავ ცით რა არის გეთანხმებით საერთოდ მე ვფიქრობ რომ ჩვენთან მოისუსტებს პრაქტიკული მართლმადიდებლობის კურსი კერძოდ მე რას ვლაპარაკობ რომ არის ძალიან დიდი მეცნიერება ასკეტიკა რომელიც გულისხმობს რომ მრევლს გააცნო ვნებების გამოვლინებები და მათთან ბრძოლის ხერხები ასწავლო. არის 8 სასიკვდილოვნება მაგალითად მრუშობა, ნაყროვანება მათ შორის შედის ამპარტავნება წარმოიდგინეთ თქვენ და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხოლმე აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. და მათ შორის შედის ამპარტავნება. აი პირადად მე ხა ახსენდება ეხლა ხან მოხდა ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ მე კარგი ვარ, კარგი ადამიანი ვარ. ნუ ეხლა შეიძლება მართლაც ესე არის, მაგრამ იმ მომენტში დავინახე რომ უნდა მეთქვა მისთვის საწინააღმდეგო. შეიძლება კარგი ხარ, მაგრამ წარმოიდგინე შენ, რამდენი ტყუილი გითქვამს, რამდენჯერ სიძონწე გამოგიჩენია. შეშინებულობა, უსამართლობა, ეგოიზმი, ანუ ჩამოუთვალე ის თვისებები. და შევხედე და რაღაცა ეფექტი მოახდინა. ისიც ცხოვრებაც გამდაბლებს, აი რაც თქვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხერხია, აი მამა ალექსი სოლოვიოვმა თქვა რომ როცა ამ პატივმოყრული ამ პატივმოყრული ფიქრი მოგივა, გაიხსენიო შენი შეცდომები და ცოდვებიო. მე ესე ვიტყოდი. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა აქაც სიტლანქი არ არის საჭირო, ხო თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდები და იცით რომ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და სასწრაფოთლების მიდის არა, იქ პირიქით უნდა მისი კარგი თვისებები, მისი წარმატებები უნდა ამოუწიო, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული კუთხით. ზოგჯერ საწინააღმდეგო მართლობის წასვლა საჭირო, მაგრამ ძირითადად მაინც ეს ხაზია ადამიანის, ასე ვთქვათ, დამდაბლების. თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ უნდა გავანათლოთ ჩვენ ხალხი ამ მიმართულებით და უფრო მეტად ჩავახედოთ საკუთარ თავში. და
ეხლა გამახსენდა ერთ-ერთ წმინდა მამას ჰქონდა ითქვერად ძანი ზუსტად ჩამოწერილი ყო თავისი ცოდვები და გაკრული და რამდენიო თავი მომეწონება იმდენი გავხედავო და ჩავიკითხავო თავიდან ბოლომდე და კიდევ ამატებო რაღაცას ანუ რეალურად ალბათ საკუთარი თავის კონტროლი სწორედ ამით არის რომ რაღაცა არ გადააბიჯოს საზღვარს რაღაც თქოთ ეს განკითხვა იქნება თუ ეს საკუთარ თავზე რაღაცა იდეალური წარმოდგენა, იმიტომ რომ აი ნაბუქოდონოსორი ძველი აღთქმის როგორი დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი მაშინ ერთ-ერთი იმპერიის ბრძანებელი რაღაც რამოდენიმე წელი ცხოველად იქცა და ის რომელსაც მის თავზე არაფერი არ დაფრინავდა ეგონა ის ხო ცხოველად იქცა და 4-ით დადიოდა და ბალახს წოვდა მე ისევ ადამიანი გახდა თუმცა ბოლომდე ვერ მიხვდა აი ამ დამდაბლების ალბათ არ ვიცი ხა ეს ძნელი სათქმელია მაგრამ ადამიანს ნებისმიერი წარმატება რომ წარმოვიდგინოთ ხო ღმერთმა მისცა მასეს და ისევე ღმერთი ერთმას იმ სილამაზეს იმ ჯანმრთელობას იმ რაც აქვს მშობლებს თუ იმ ნიჭებს რომლებიც გვაქვს ეს სიმღერა თუ მათემატიკა და ღმერთი გვაძლევს და ღმერთი გვართმევს მე იცით მინახავს ამნეზიაში მყოფი ადამიანები ერთი წელიან რაღაც თვეებით რომ მეხსიერება ეკარგებათ საერთოდ აღარ ისახელი და გვარი აღარ ახსოვს ცეტრა არის ცხოვრება ისე მოწყობილი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მე მახსოვს ერთხელ ლექცია წამეკითხა და მანამდე სანამ ლექციას წავიკითხავდა ესეთი აზრები შემოვიდა ჩემთან რომ სიონში შევედი და იქ ხატებთან დგევარ და ფიქრობ რომ რა მოხდა ახლა ლექციის წაკითხვა ის თემა რაზეც უნდა წავიკითხო კარგად ვიცი უკვე გამოსტილი ვარ ამ სფეროში და მოკლედ გავაუბრალო ეს ყველაფერი. ავედი და ისე აღბლოყუნდი რომ ძალიან მომწონა ჩემი თავი, მაშინ მივხვდი. რომ წავედი ამ პარტავნებისკენ და უფალმა დამონდაბლა. ერთი ცნობილი შემოქმედის ის მახსოვს შემთხვევა. გენიალური მუსიკოსი იყო და twin-ში სისხლი ჩაექცა და წაერთვა ეს უნარი ასე ვთქვათ დიდი მუსიკის შექმნის. დაამდაბლა ღმერთმა. და ეს პატიმოყარეობაც საოცარი რაღაც არის, იცით, ესეც კიდევ ცალკე განსახილველი თემაა, რომ ესე იგი, როგორ არის ადამიანი მოწყობილი, რომ აი იცის, რომ ვთქვათ, სილამაზე, წარმომავლობა თუნდაც არ არის, არა? მისი დამსახურება, მაგრამ მაინც ამაყობს ამით. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად, უკვე რაშიც ადამიანური მომენტი ერევა, რომ აი ვთქვათ ცოდნით ამაყობენ, მაგრამ ცოდნის მიღებაში რაღაცა თვითონაც შეუწყო ხელი, გაიგეთ, ოსტატია და ეს ნებისყოფა გამოიჩინა და აეუფლა ამ ასე ვთქვათ ხელსაქმეს. იქ მით უმეტეს ერევა წარმოიდგინეთ, ხო, იმდენად იმაშვებიან წინ მოდის ადამიანური მომენტი, რომ მიდიან ამ პარტავნებისკენ. მეცაც გეტყვით საცურაო პირებსაც ემართებათ ეს. სხვათა შორის ერთ-ერთი საწტული რა არის, იცით, რომ აი მაშინ როდესაც მადლიზე მოქმედებს, არა, აი წარმოიდგინე, რომ მათ გადახდილ პანაშვიც განსაკუთრებული ძალა აქვს, თან მათ წილვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ხდებიან, რომ ეხა უფლის ის არის ეს, რა თქმა უნდა, სასწაული, მაგრამ პირადული მომენტიც ძალიან ისე ვერაგულად შემოდის სასულიერო პირის თავში, ასე რომ ესეც კიდე ცალკე განსახილველი თემაა. როდესაც ადამიანურ ფაქტორს ზედმეტად აბუქებენ და მიდიან პატიმოყარეობისკენ და უფალი ძალიან ხშირად ამდაბლებს ესეთ ხალხს. მადლობა ღმერთს. და მამა, აი რომელი ლოცვა არის ამ დროს ალბათ რაღაცა ეს ლოცვა ხო სულ უნდა გქონდეს ბაგეზე, twin-ში სიარულის დროს, საქმის კეთების დროს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირად ჩვენი დაფარვა, ამფარველობა, უსაფრთხოება, რა ვიცი, საოცარი ინსტრუმენტია ადამიანსა და ღმერთს შორის საურთიერთობად და აი რომელი ლოცვაა ის, რომელიც უნდა ალბათ ხშირად ვთქვათ ესეთ შემთხვევაში და რომ აი მეტად დაგვანახოს ჩვენი თავი თუ ეს მადლიერება, ეს მეზვერის აი რომელია ის, რომელსაც
ცით სიღრმეში რო შედიხარ ეკლესიური ცხოვრების ხტები რომ ყველაფერი ლოცვაზე დადის იესოს ლოცვა ახალს არაფერს არ ვიტყვი რა ბერები გამოსდინი სულ იმეორებენ ამ ლოცვას იესოს ლოცვა უფალოს ქრისტეზე ღვთისმშობ შემიწყალე მეწოდვილი და იქ შეიძლება დაამატო რომ მეზვერის ლოცვა რომ მიხინე მეწოდულსა ასე რომ აი შეგრძნება საკუთარი არასრულფასო ცოდვილობის ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტიურად ყველაფერი რაზე დადის რომ გააცნობიერო აი რაც თქვით რომ მიწახარ და მიწათი იქეცინა და წუთისოფელი ეს ხო ეხლა რატომღაც გამახსენდა წმინდა ლაზარეს შემთხვევა როდესაც წმინდა ლაზარე რომელიც აღადგინა უფალმა მკვდრეთით მერე გახდა ეპისკოპოსი და როგორც ამბობენ რომ კაცრი იყო და არ იღმებოდაო და არ იცინოდა მარტო ერთხელ გაეცინაო დაინახაო რომ ადამიანიო ვიღაცაო თიხის ჭურჭელს იპარავსო და თქვაო რომ თიხას იპარავსო და გაეცინაო აი ეს თიხა ვართ ჩვენ რა ხო და ყველაზე დიდი მაინც სიბზნე ჩვენი იმაში მდგომარეობს რომ დაიმდამლო საკუთარი თავი დიდი მადლობა მამა უღრმესი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის და ძალიან დასაფიქრებელი იყო ყველაფერი რაც თქვენ ბრძანეთ და ღმერთმა მოგცეს ძალა და რომ აი ლოცვის უნარი და თავმდაბლობის უნარი იმიტომ რომ ალბათ ეს ყველაფერი ღმერთს უნდა ვთხოვოთ და ესეც რომ თავმდაბლობის უნარი მოგცეს იმიტომ რომ ისე თავისით არაფერი არ ხდება მე ესე მგონია უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის და მე მინდა შეგახსენოთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი მადლობთ ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე